მე გეტყვით რომ აი ძალიან კარგია ეს გადაცემა, ეს ციკლი, იმიტომ რომ შემეცნებითი ინფორმაცია მიდის უკვე მაყურებელთან, მომავალ თაობასთან. ჩვენ სკოლებში ჩვენ მომავალ თაობას არ ვასწავლით ვისი გორისანი არიან. რა სახელმძღვანელოებით ვასწავლით? ვასწავლით კი ჩვენ კლასიკას ლიტერატურის. ვასწავლით კი სათანადო დონეზე, იგივე ხრესილის ომს, მარტყოფის ომს, მარაბდის ომს, ქსანი ქარჩოხის ომს, ტაშისკარის ომს. არ აღნიშნავთ დიდგორობას, ხო, სათანადო დონეზე ჩვენ რა ქვია, მეგობარ პარტნიორ თურქეთს არ ეწყინოს. აღარ ვასწავლით დავით გურამიშვილის დავითიანს, მის ბიოგრაფიას, არ ვასწავლით სულხან საბას, არ ვასწავლით გრიგოლ ხანძთელს, არ ვასწავლით სათანადო დონეზე შუშანიკის წამებას. ვეფხისტყაოსნის საზეპიროები ამოვიღეთ, როცა ზეპირად იცოდა ხალხმა როცა წერა-კითხვა არ იცოდა, ვეფხისტყაოსანი იცოდა. ჩვენ მთლიანად მოვშალეთ ეროვნული განათლების სისტემა, ეს არის კოლონიური განათლების სისტემა, ბოლონის პროცესს რო შეუერთდით და ეს არის სპეციალურად მორგებული, ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის და აი სწორედ იმიტომ არ იცის მომავალმა თაობამ როგორ შემოესია ვთქვათ იგივე მურვანყრუ არაბები ასეულ ათასობით ადამიანით, აი სისხლის კალოები დაატრიალა. დღეს ეს არ ვიცით და გონია რომ რაღაცა თქვა ჩვენი ინვესტორები არიან, ან მეგობრები არიან, ან რაღაცა ისინი არიან. არა, ეს იყო აბსოლუტურად მწარვალი იმპერია, ხალიფატი, არაბეთის ხალიფატი, რომელმაც წალეკა იმ დროინდელი საქართველო და ყველა ეკლესია მონასტერში, ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. შეაწყვეტინა წირვა-ლოცვა.